თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ რამდენიმე წამის წინ დატოვეს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ელისო კილაძის საცხოვრებელი სახლი, თუმცა ზევით, სადაც უკვე 5 საათზე მეტია მიმდინარეობს ჭხრეკა, პოლიციელები ისევ რჩებიან, ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენი ინფორმაციით სამართალდამცველებმა ელისო კილაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული, რომლებიც დაალუქეს და შესაბამის უწყებაში გადაიტანენ. ახლა იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსპერტიზა და დათვალიერება, თუ რას ეძებდნენ ელისო კილაძის სახლში, ეს გამოძიების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც უფლებადამცველებიც გამოაქვეყნებენ იმ ოფიციალურ ოკს, რომელიც იქნება შევსებული საგამოძიებო უწყების თანამშრომლების მხრიდან. რამდენიმე საათის წინ ელისო კილაძე, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, გადაიყვანეს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სწორედ იქ არის ახლა ის მოთავსებული, საიდანაც მან გამოაგზავნა ვრცელი წერილი, სადაც საუბრობს იმ ბრალზე, რაზეც სახელმწიფო ბრალდებამ რამდენიმე საათის წინ ისაუბრა. ელისო კილაძე ამბობს, რომ ის ბრალდება, რასაც ახლა საქართველოს პროკურატურა მას უყენებს, არის გამოგონილი, რადგან ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ის ანონსებდა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე ისაუბრებდა ღიად, მათ შორის მამუკა მდინარაძეზე და გლდანის პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის თვითმკვლელობის საქმეზე. ის ამბობს, რომ მქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაციები ამ საქმესთან დაკავშირებით და შესაბამისად არ გამორიცხავს იმას, რომ ეს დაკავება სწორედ ამას უკავშირდებოდეს, ამტკიცებს იმას, რომ კოლცენტრებთან მას კავშირი არ აქვს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, არის მხოლოდ ერთადერთი, რომ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტი ფლობდა, საზოგადოების ხელში არ მოხვედრილიყო. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა, ჩემს მიერ შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გაჩნდა საჭიროება ახალი ბრალისა. ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო სიმართლე ახალი საქმის ახალი დეტალების შესახებ. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე მისი ელექტრონული საფულით 251 ბიტკოინის ფლობასთან დაკავშირებით. ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორის და სუსის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის კოლცენტრების მფარველობაში, თითქოს კონკურენტებს ანადგურებდნენ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა კი აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობს, არც შენობაში კოლცენტრების არსებობის შესახებ ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობის შესახებ საერთოდ პირველად მესმის. ბრალზე უარის თქმას არ ვაპირებ, უხერხულიც კია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იყო ადამიანი. ჩემს მედიას და ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ბრძოლა იწყება ბოლომდე, ოჯახს გამძლეობა. გამოკითხვა დასრულდა, მაგრამ არ გამოკითხიათ უბრალოდ. დასრულდა დაკავების გადმოგცეს. გადმოგცეს გენერალ პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება. ეს იყო 2026 წლის 17 თებერვალი დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მეტიჯერ მტკიცებულები და საქმის მასალები არაფერი არ გადმოგცემია. სავარაუდოდ როგორც გამოძიებას და შევთავაზეთ ხვალისის გადმომეცემა მოცულობითია საქმე 20 ტომია. ქალბატონი ეგისო გადაყვანილი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ არის ადგილი. რას არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო. რამეს უკავშირებს მის დაკავებას, მის საქმიანობას? არ ვიცი, აი ნახოთ ეხლა ხავე ას მეწყია. სავარაუდოდ იქნება ზეგისთვის, ანუ 20-ში იქნება აკოთი შეფარდების. ბატონოვან, საგამოძიებო მოქმედებები ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში დასრულდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ უფლებადამცველის პირველი კომენტარი. ბატონოვანი, რას ეძებდნენ 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო? აიღო ეხლა ყველა ფურცელი იქნა წაკითხული, რაც კი აღმოჩნდა ბინაში ხა. წარმოიდგინეთ, დიდი მოცულობის ბინა არა, ოროთახიანი ბინა სულ, მაგრამ თითოეულ ფურცელს უნდა გაცნობა მისი დაუქმება, ოფში შეტანა, დალუქვა და დრო ამან წაიღო და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ამოღებული. ნებისმიერ ოჯახშია ლეპტოპი და ნებისმიერ ოჯახშია ფლეშკა და ეს არ გახლავთ რაიმეს მომხდებით. მხოლოდ ეგრეთ წოდებული ფლეშკა ამოიღეს თუ სხვა რამეც? ორი ფლეშკა ამოიღეს თუ სამი აღარ მახსოვს ხო? არა, ორი ერთ ადგილზე იყო, ერთ სხვაგან იყო. ფლეშკები ჩვენ არ გაგვისინჯი, არ ვიცი შინაარსი რა არის ამის. მაგრამ ფლეშკების გარდა ფურცელი არ დატოვეს ამოუღებელი. მათ შორის ამოიღეს ისეთი ფურცლები, რომლებსაც საერთოდ ელისო კილაძესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
ხო, რაში დაჭირდება ეს გამოძიებას მე რეგვეთქვი ამას. აი რა შეიძლება ამ ფურცლებში იყოს, რაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიაწვდის? არაფერი. არც ერთი ამოღებული ფურცელი თუ საგანი გამოძიებასთან, ბრალდებასთან კავშირში არ არის. ბატონო, სხვაგან თუ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, აი თუ არსებობს მაგალითად call center-ი, სადაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღეს შესაბამისი დოკუმენტაცია ან კომპიუტერული მოწყობილობები, რომელიც ელისო კივაძის ბრალეულობას დაადასტურა. არ ამგონია, მე როგორც მითხრეს, სხვებს აქვს რაღაცა ჩვენებები მიცემული, თითქოს მათ ჰქონდათ call center-ი და ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ხარდაჭერას ახორციელებდა ელისო კილაძე და არანაირად არ იყო დაკავშირებული call center-ების საქმიანობასთან. ლავსაუბარია, რომ მათ ეხმარებოდა ინფორმაციულად. ეს ბრალდება ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერ ჟურნალისტის მიმართ გააკეთონ თუ რაიმე სიუჟეტს გააკეთებს ვიღაცის სასარგებლოდ. დიდი მადლობა, ელისო კივაძის უფლებადამცველს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე გითხარით, საგამოძიებო მოქმედებები ელისო კივაძის საცხოვრებელ სახლში არის უკვე დასრულებული, თავად ჟურნალისტი დროებითი მოთავსების იზოლატორში ყავთ გადაყვანილი, სავარაუდოდ მას უკვე ხვალ გადაიყვანენ საქალაქო სასამართლოში იმისათვის, რომ მოსამართლე მიმსჯელოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბრალდებამ ელისო კივაძის ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნო, შესაბამისად ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებს დაეოდება, დღეს მოინახულებენ ელისო კივაძეს და ამის შემდგომ გვეცოდინება დამატებით პოზიციები დაკავებული ჟურნალისტის თუ რას ფიქრობს იმ საგამოძიებო მოქმედებებზე და იმ ნივთმტკიცებებზე, რომლებიც მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოძიების მიმდინარეობისას ამოიღეს.